30 ივნისის გამთენიისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასობრივი იერიში მიიტანეს. რაკეტებით და დრონებით დარტყმების სამიზნე კიევი, ლვივი, ხარკივი, კრივი რიგი და სხვა არაერთი ქალაქი გახდა. დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი. განსაკუთრებით დაზიანდა უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვივი, სადაც დარტყმის ქვეშ 2 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოყვა. ამან კი მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია მინიმუმ 30 პირი. ისინი უკვე ჰოსპიტალიზებული არიან. ახლა დილის 5 საათია. როგორც ჩანს, ეს საცხოვრებელ კორპუსზე პირდაპირ დარტყმა იყო. სართულები მთლიანად დაინგრა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაშავებულია ბევრი ადამიანი, დაზიანებულია დაახლოებით 21 საცხოვრებელი შენობა, ასევე მრავალი სხვა ნაგებობა, მათ შორის 2 საბავშვო ბაღი და 1 სკოლა. მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დიდ მადლობას ვუხდი მაშველებს და ყველას, ვინც სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. ნანგრევების გაწმენდაში ადგილობრივი მცხოვრებლებიც მონაწილეობენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ადამიანის გადარჩენა შევძლებთ. პოლონეთის მახლობლად მდებარე ქალაქზე მასირებული იერიშების გამო ვარშავამ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურა. პროცესში ჩაერთო რამდენიმე ავიაგამანადგურებელიც. მასშტაბური იერიში იყო უკრაინის დედაქალაქზეც. აფეთქებები კიევში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მოსახლეობას ტრადიციულად მეტროს სადგურებში მოუხდა თავშესაფრის პოვნა. ქალაქს აგრესორმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. გამოიყენეს ისკანდერები. დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. დარტყმა კიევის ობოლონის რაიონში მდებარე ბაზარზე მოხდა. ხანძარი დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ამ დროისთვის მისი ლოკალიზება უკვე მოხერხდა, ხოლო მეხანძრეები დარჩენილი კერების ჩაქრობასა და დაზიანებული სავაჭრო დახლების დემონტაჟს აგრძელებენ. ამ ადგილზე 1 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთ ლოკაციაზე კიევის სვიატოშინის რაიონში მაშველებმა 1 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე დაშავდა კიდევ 1 ადამიანი, მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გონი ეს ყველაფერი საშიშიც აღარ არის, როგორც აქამდე. გადაამოწმებ, რომ ყველაფერი მშვიდადაა. გაქვს 5 წუთი და გადიხარ. ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქროთ. მაქვს განცდა, რომ ისინი საერთოდ არ ყვანენ ადამიანებს, მათთან გონივრული შეთანხმება შეუძლებელია. რაც უნდა განიხილო მათთან, მაინც მოგატყუებენ. წლების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათთან ნებისმიერი შეთანხმება უბრალოდ შეუძლებელია. ასეთ თავდასხმას უკვე რამდენიმე ღამეა ველოდებოდი. ამიტომ ეს უკვე მესამე ღამეა, რაც შფოთვას ვგრძნობ. როდესაც ტელეგრამის არხების შემოწმება დავიწყე, დავინახე, რომ თვითმფრინავები უკვე გაშვების პოზიციებისკენ მიემართებოდნენ. ამიტომ მეტროში ჩავედი. მათ ჯარები უნდა გამოიყვანონ და ომი დასრულდება. ჩვენ თავს ვიცავთ. მე ზაპოროჟიიდან ვარ და იქ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩემი მშობლები ჯერ კიდევ იქ არიან და მუდმივად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ამ წუთებშიც თავს აფარებენ. კერძო სახლს მოხდა რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტის მშობლიურ კრივი რიგში მდებარე სახლში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 და 12 წლის გოგონები. დარტყმას ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნება უძღოდა წინ, სადაც ის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევისთვის პეტრიოტის სისტემებისთვის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიის გაცემაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტი აანონსებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთი მასობრივი იერიშისთვის ემზადებოდა. ეს მან დონალდ ტრამპსაც გადასცა, თუმცა თეთრი სახლი ბოლო იერიშებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.